მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ფოტოგრაფი მარინა კანი. როგორ ახარ მარი? მოგესალმები და დიდი მადლობა, რომ მიწოდე ფოტოგრაფი და არა ფოტოხელოვანი. რატო გაჩნდა ეს ახალი ტენდენცია ფოტოხელოვანს ეძახიან ყველას? არ ვიცი, სიმართლე გითხრა, არ ვიცი ვინ მოიგონა ეს, მაგრამ მე ძალიან მეხელოვნურება ფრაზა ფოტოხელოვანი. იმიტომ რომ არასოდეს არ ვიძახეთ ხოლმე მსახიობ ხელოვანი ან რეჟისორ ხელოვანი და იმ ფოტოგრაფიას რატო მოუნდომეს რომ შეალამაზონ ვერ ხვდები. და უცნაურია. წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვა კახა ცისკარიძის. როგორ აისახებაო მარიხუანას ლეგალიზაცია საქართველოს ეკონომიკაზეო? კარგად აისახება ალბათ. ო. შენ თვითონ თუ ეწევი? არა, სიმართლე გითხრა, მე ძალიან ჯანმრთელი ტიპი ვარ და უფრო გართული ვარ იმით, რომ ვივარჯიშო სუფთა ჰაერზე, ვირბინო, მივიღო ჯანმრთელი პროდუქტი, წვენები. იმ დონეზე მაქვს ეს ყველაფერი ჩემ თავთან გადაწყვეტილი, რომ ყავასაც არ ვსვამ. უბრალოდ მე თვითონ ვარ ესეთი ტიპი, რომ სიამოვნებს ყველაფერი სუფთა და არ მინდა ხოლმე, რომ რამით ჩემი ტვინი დავაზიანო, იმიტომ რომ მგონია ტვინი მთავარი იარაღია ადამიანის და აკონტროლებს ყველაფერს, შენ ქცევებს, შენ ცხოვრებას და არ მინდა ხოლმე რაღაც ისეც შევეხო, რაც შეიძლება რამაც შეიძლება ჩემი ტვინი დააზიანოს. როგორ ერთობია? აი როგორ ისვენ? ჩემი დასვენება არის ჩემი პროფესია. ოღონდ მართლა ესე. აი არსებობს კადრი, რომლის გადაღებაც ვერ მოასწარი და სულ გახსოვს. რომლის გადაღებაც ვერ მოასწარი? კი არის ეგეთი. ეხლა ხან ვიყავი ჩასული ფოთში. მანქანა ჩამომივიდა. და გამბაჟების პროცესი იყო, როდესაც ამ დროს ზღვის სანაპიროზე უამრავი თოლია იჯდა და ესე დაფრინავდნენ და მე ისე ვჯდებოდნენ, ამდენი მართლა არასოდეს არ მინახავს და ვერ მოვახერხერო, წავსულიყავი და გადამეღვარი და იქით უფრო მინდოდა წასვლა პლაჟზე, ვიდრე ვთქვათ მანქანა გამემებაჟებინა. ყველაზე მაგარი ფოტო რომელია, რაც გინახავს საერთოდ? რაც მინახავს? ჯეფ ვოლს აქვს ესეთი ფოტო. და ხშირად არის ხოლმე კამათი დადგმულია თუ არა ეს ფოტო, მე მგონი დადგმულია. ფანტასტიკური კადრი, აი კონცეპტუალურია, მაგრამ იმავე დროს ვერ მიხვდები რეპორტაჟული ფოტოა, დადგმულია, აი ძალიან ნამდვილს გავს და ძალიან მომწონს ეს ფოტო. დადგმულ ფოტოებს არ ეტყობა, რომ ცოტა ყალბია. ხო და სწორედ მაგას ეგ მინდოდა მეთქვა შენთვის, რომ თუ დგამ ფოტოს, მაშინ იმ დონეზე მაგრამ უნდა გააკეთო ეს, რომ არ იგრძნობოდეს და არ გეხელოვნურებოდეს. მაგას ცალკე იჭირდება, ეს ძალიან სერიოზული ამბავია. რომელი მხატვარი გიყვარს? მხატვარი გადარეული ვარ ბავშვობიდან, შეყვარებული ვარ ვან გოგში. და მიყვარს არა მარტო როგორც მხატვარი, არამედ როგორც პიროვნება, მისი წერილები მაქვს წაკითხული თეოსადმი ძმას რო წერს და გულს მიჩუყებს და არ ვიცი, ალბათ ვან გოგი როდესაც ხალი იყოს, ძალიან შევეცდებოდი, რომ ჩემი შეყვარებული ყოფილიყო. წერალში რომელში ხარ შეყვარებული? წერალი შეყვარებული რომელში ვარ და ეგზუპერში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან რომანტიკოსი ვარ. ბოლოს როდის წაიკითხე ეგზუპერი? ბოლოს სხვადასხვა ეხლა ხან წავიკითხე ხელმეორედ პატარა უფლისწული, იმიტომ რომ წავიკითხე ჩემს შვილს და რა განსხვავება იპოვე? ძალიან დიდი განსხვავება და ზოგადად მივხვდი რომ აუცილებელია ყოველი 10 წლის მერე შენი საყვარელი კინო ნახო, შენი საყვარელი წიგნი წაიკითხო და სულ სხვა ისინი გამოგაქვს დასკვნები და ძალიან სასიამოვნო პროცესია. აი რომელ ფილმს ნახულობ ხოლმე 10 წელიწადში ერთხელ? გეტყვი. 3 ამოჩემებული ფილმი მაქვს ესე. ზოგადად ძალიან მიყვარს ფილმების ყურება და მგონია რომ ყველა ადამიანმა უნდა ნახოს და უფრო გაიზრდება ადამიანი როცა კინოს უყურებს. მაგრამ ჩემი ამოჩემებული ფილმები არის ინგლისელი პაციენტი, ძალიან მიყვარს. კიდე არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილებიც მიყვარს. და ძალიან მიყვარს ვიმ ვენდერსის ალისა ქალაქებში.
დედამიწის რომელ წერტილში წახვიდოდი გადასაღებად და რომელ საუკუნეში? მე წავიდოდი 25 საუკუნეში ტოკიოში. იარსებებს დედამიწა 25 საუკუნეში. რა თქმა უნდა, იარსებებს. ეჭვი არ მეპარება. შენთვის როგორია სექსუალური კაცი? სხვათა შორის ეგ კითხვა გიყვარს შენ. და ამიტომაც რა თქმა უნდა მიფიქრია იმაზე, რომ დამისმევს თქო მაგ შეკითხვას და გუახტილად რომ გითხრა რა ძალიან მემაზალავება ტერმინი სექსუალური კაცი, იმიტომ რომ კაცი მე მაინც მგონია რომ უნდა იყოს მე ესე მგონია სიმპათიური, ძლიერი, საინტერესო და ქალი შეიძლება იყოს სექსუალური. ანუ კაცი არ შეიძლება იყოს. აი კაცი შეიძლება იყოს სექსუალური აი როგორ შეგრძნებით და არა ისე რომ თქვა დავღწერო რომ დისტანციაზე აი ეს კაცი რა სექსუალური კაცი აი რაღაც მემაზალოება მე პირად აი რა უნდა იგრძნო რომ ხო და ეს უნდა იგრძნო ხტები აქედან გამომდინარე ახლა მე არ შემიძლია ვისაუბრო ეკრანიდან ვიღაცა კაცებს როგორები არიან ისინი ეს ურთიერთობა ზოგადად ძალიან ინტიმური რაღაცაა და რა ვიცი ქალი ვინ არის შენთვის სექსუალური? ქალზე შემიძლია ვისაუბრო, ეს უფრო მეადვილება. კი ბატონო. ზოგადად სექსუალური ხალი მგონია რომ არის პრანჭია ხალი, მოვლილი, რომელსაც უხდება ღიმილი და ხშირად იცინის, აი ეს ძალიან მგონია სექსუალური ხალში, რომ იცის რომ ხალია, თავის ისე მოგაწოდებს, ნაზია, ფაქიზია და თუ კონკრეტული გაინტერესებს დასახელება თბილისში თუ საერთოდ. თბილისში. მე პირადად ძალიან მომწონს თეონა თავართქილაძე. ხატია ბუნიათიშვილი. ან ისეთია. მომწონს სალომე ღუნიაშვილი. ის ქალები ვისაც შეუძლია კისკისი, ღიმილი ეს ძალიან უხდებათ და სულ გაგრძნობინებენ რომ სუსტის კესის წარმომადგენლებია. და კაცი რო იყო რომელს აირჩევდი აი მაგ ჩამოთვლილებიდან რომელს კაცი რო იყო, რომელს ავირჩევდი როგორც ცხოვრების მეგზური თუ არა, აი ობიექტს, რომ ვისთან გააბამდი რომელს. კაცი რო ვიყო. მე ავირჩევდი ბიორგს. აი ვინმე რო შეგიკვეთოს სიყვარულის ფოტო, რას გადაიღებ? სიყვარულის ფოტო? გაკეთებული მაქვს მე ჟურნალ City-ში, მთელი ჟურნალი მიუძღვენი ვალენტინობას და გადავიღე ძალიან ბევრი წყვილი. ზოგადად ძალიან მაინტერესებს თემა სიყვარული. და გონი გამოვიდა საბოლოო ჯამში 20 წყვილი მგონი. თუ არ მეშლება და ამ თემას ანუ შევხები ვარ და მინდა რომ 10 წლის მერე ზუსტად იგივე წყვილები გადავიღო. და ძალიან მაინტერესებს აი 10 წლის მერე როგორები იქნებიან, იქნებიან თუ არა ერთად. იცი რა მოხდა საინტერესო? ეს ჟურნალი რომ გამოვიდა ვალენტინობის. ხო იყო ორი სხვადასხვა წყვილი, აღონ სახელებს და კვირებს არ დავასახელებ. ერთ ბიჭს შეუყვარდა სხვა გოგო, სხვისი მეწყვილე და ეხლა ერთად არიან. ვა, რა მაგარია. ხო. არ ვიცი მაგარია თუ არა, მაგრამ ნუ ეს ამბავი ესე მოხდა. ხო და ის ნიჭი უნდა გქონდეს, რომ იყო მაგარი ფოტოგრაფი. რომ იყო მაგარი ფოტოგრაფი, ბევრი რაღაც უნდა. თავარი რა უნდა გქონდეს? ნუ თავარი და ესე მარტივად რო ვთქვათ, ცხოვრება უნდა გიყვარდეს. და იმის დაფიქსირებას შევხედავდე მუღამს. და დღეს ვინ არის საუკეთესო ფოტოგრაფი შენი აზრით საქართველოში? საუკეთესო ფოტოგრაფი? რამოდენიმეა ესეთი. და ვინ არის? ჟანრების მიხედვით არიან. ძალიან მომწონს დარო სულაკაური. ძალიან კარგი გოგოა. მიყვარს ჩემი მასწავლებლები, ვატო წერეთელის ფოტოებზე გიჟდები და გურამ წიბახაშვილის. ახალგაზრდებიდან ჩემი ნუ დაროც ახალგაზრდაა, მაგრამ ანუ ჩემი მეგობრებიდან მომწონს გიკო დადიანი და კიდე გამოვარჩევდი ნატა სოფრომაძეს და მაკა კუკულავას. ბევრი ყავს სხვათა შორის და კარგები არიან ბევრი. ძალიან კარგი. რისი კომპლექსი გაქვს? კომპლექსი? იმის კომპლექსი მაქვს, რომ მაქვს ბევრი კომპლექსი მაქვს, სიმართლე რომ გითხრა, არ ვთვლი რომ რაღაც გადალახული მაქვს ყველაფერი.
ვინმე არსებობს, ვისაც კომპლექსი არ აქვს. მე არ შემხვედრია ესეთი ადამიანის სიმართლე გითხრა, მაგრამ ალბათ არსებობენ. და ჩემი ერთ-ერთი კომპლექსი არის ის, რომ ხმა არ მომწონს ჩემი ბავშვური ხმა მაქვს ძალიან და ამის გამო გონია ხოლმე რომ არ ვარ დამაჯერებელი თუ რაღაც სერიოზული და აი ეს. შენი ღმერთი როგორია? ჩემი ღმერთი როგორია, რას გულისხმობ? როგორია შენი ღმერთი? როგორ გამოიყურება? როცა ღმერთზე ფიქრობ, რას ხედავ? როგორიც არის სამყარო, ისეთია ჩემი ღმერთი. რას ნიშნავს ეს, რომ აი ელემენტარულ რაღაცეებში თუნდაც ჭიამაია, რომელიც არის წითელი და აქვს დასმული ეს შავი კოპლები, ღრუბლები, რომელიც საში საოცარ დინამიკას ქმნიან, ზღვა და ტალღები და ეს ყველაფერი გარშემო მგონია რაღაც ფანტასტიკური და წინს ხომ როდესაც უნდათ რომ ეს ყველაფერი დააკავშირონ რაღაც მეცნიერებასთან, კი რა თქმა უნდა მეცნიერებას ვაღიარებ, მაგრამ წინს როდესაც ადამიანები არიან ათეისტები და ამბობენ რომ ღმერთი არ არსებობს. იმიტომ რომ კი ხვდები რომ მთვარე იზიდავს წყლებს და იმიტომ არსებობს ეს ტალღები და ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, მაგრამ აი ამ ყველაფრის უკან კიდე თუ დავსვამთ ერთხელ შეკითხვას, რატომ არსებობს ეს მთვარე, რატომ უნდა არსებობდეს ეს ტალღები. მე პირადად მგონია რომ ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი რომანტიკოსი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩვენ გვაჩუქა და მოგვცა საშუალება დავტკბეთ და ძალიან შეყვარებული ვარ ღმერთში და ბედნიერი ვარ, რომ იგი არსებობს და ერთი წამი არ მინდა დავიჯერო, რომ არა. ღმერთს და რელიგიას შორის რა განსხვავებაა? ეკლესიურობაზე თუ მეკითხები, როგორ არის იცი? ბევრი ადამიანს ეს ჭირდება და ბევრი ამის გარეშეც შენივად ამყარებს კონტაქტს ღმერთთან. ანუ რელიგია არის მისასვლელი გზა ღმერთთან. ზოგისთვის. თუმცა შეიძლება სახშიც ესაუბრო ღმერთს და იყო მისი მეგობარი. ფოტორეპორტაჟის გასაკეთებლად საწახვიდოდი 60-ში თუ ჯოჯოხეთში? აი სიმართლე გითხრა 60-ის და ჯოჯოხეთის არ მჯერა. და მე თვითონ თუ დავდგამდი ამ სცენას ორივე ძალიან საინტერესო გადასაღებია. კარგი იდეა მომეცი. ფოტოგრაფიის ღმერთი ვინ არის? ფოტოგრაფიის ღმერთი? მე ძალიან მიყვარს ალექს ვები. ძალიან მიყვარს ლეიბოვიცი, მაგრამ ღმერთს ლეიბოვიცს ვერ უწოდებდი. ის უბრალოდ ძალიან მაგარი პროფესიონალია, ბატონო? ანგელოზია. ხო, ღმერთი უფრო ალექს ვებია, იმიტომ რომ სასწაულებს ჩადის ისე რომ ამას ვერ ისწავლი რა ეს რაღაც. ფოტოგრაფიაში საერთოდ არის მათემატიკა, როგორ ფიქრობ? რა თქმა უნდა. მე ხო ჯიპაში ვასწავლი ფოტოგრაფიას და აქედან გამომდინარე მიწევს კიდე ტექნიკური რაღაცების ახსნა და იქ ძალიან ბევრი რაღაც ეძღვნება მათემატიკას და სულ დათვლებია და მთელი გეომეტრიები და ამბები. შენ რისი გაგება გაინტერესებს ყველაზე მეტად? მე მაინტერესებს მართლა მხედავს თუ არა მამაც ჩემი და არსებობს თუ არა. ანუ საიქიო არსებობს თუ არა. პიკასო მიკითხა ერთხელ, რომ ვინ უფრო სწორად ხედავსო ადამიანის სახეს, ფოტოგრაფიო, სარკეო თუ მხატვარიო? რას უპასუხებდი შენ პიკასოს? მე ერთი შეკითხვით გადმოვალ. შენ რო გითხრა, რომ გაჩუქებენ 100 ფერწერულ ნამუშევარს, სადაც დახატულია იესო ქრისტე. ან გაჩუქებენ ერთ ფოტოსურათს, სადაც ნამდვილი ქრისტეა გადაღებული. რომელი გინდა? ფოტო რა თქმა უნდა. ხო და ეს არის ჩემი პასუხი, რომ ფოტო არის ჭეშმარიტება. აი ვის და ვის სექს გადაიღებდი? არავის, არასოდეს არ დამებია, რომ ვინმეს უჭრიტინო ეს იმათი ძალიან პირადი. უჭრიტინო არა, ეს ღიად ისინიც რო თანახმა იყვნენ. არ გადავიღებდი, მომერიდებოდა ძალიან.
კაი, 21 საუკუნის ყველაზე მაგარი ქართველი ვინაა? ერთი? მე მგონი ერთი არ არის, ბევრი არიან. აი სწორედ ჩემი სტატუსიც ეძღვნებოდა მაგას. მე მგონია რომ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ თუნდაც დაძაბულ სიტუაციაში, თუნდაც ამ არასტაბილურ სიტუაციაში შექმნან რაღაცა თავიანთი სამყარო და ეს სამყარო სხვასაც გაუზიარონ, ისინი არიან ძალიან კაი ტიპები, ერთ-ერთი მათგანი შენც ხარ და სხვა დანარჩენის, როდესაც სხვებს მოუწოდებ, რომ მოდი რა, ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ და ცხოვრება კარგად იქნება. აი საქმის კეთებაზე გამახსენდა. პოლიტიკოსებზე რას ფიქრობ ქართველს? ზოგადად ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა ვერაცდები საქართველოში რომ პოლიტიკაში არ იყო ჩარეული, რაღაც ძალიან გვაძალებენ ხოლმე. პოლიტიკაზე რას ვფიქრობ? არ არის ჩვენთან კარგად აწყობილი სიტუაცია, რა თქმა უნდა. მოგწონს ვინმე პოლიტიკოსი? მე ვისურვებდი რომ პოლიტიკაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ პოლიტიკა, მაგალითად ძალიან კარგი იქნებოდა დათო ტურაშვილი რო ყოფილიყო პოლიტიკოსი, ან გუგა კოტეტიშვილი. ის ადამიანები, რომლებშიც მართლა იგრძნობა, რომ ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა და არა სკამი. აი, სირცხვილი რა ფერია? რა ფერია? ალბათ წითელი, პრიმიტიულად. ზიზღი? შხამიანი მწვანე. ორგაზმი? ვარდისფერი. აი, დღეს თბილისი რა აკლია შენი აზრით, რომ იყოს მაგარი ქალაქი? მაგარი ქალაქი? გეტყვი. მე ბევრჯერ მიფიქრია, რა შეიძლება გააკეთო, რომ თბილისი იყოს მაგარი ქალაქი. ჩვენ რატომღაც არ აგვაქვს ათვისებული მტკვარი. რატო ვერ ხვდები, მაგრამ არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომ ამ მტკვრის გარშემო გააკეთო კაფეები, თვითონ ეს მოსეირნე ნავები, როგორ ითქმის. და გააცოცხლო, უფრო გაასუფთავო, იმიტომ რომ წყალი ხო ზოგადად ძალიან საინტერესო რაღაცა, იგი როგორც ასუფთავებს ჰაერს, ასევე შეიძლება მან ნეგატივით შემოიტანოს. და თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ეს წყალი, რომელიც გვაჩუქა უფამა და შუა ქალაქში გვაქვს, უნდა შევეცადოთ, რომ აი დავტვირთოთ უფრო პოზიტივისკენ და გონი ძალიან გაცოცხლდება. იმიტომ მე მახსოვს, მე მტკვრის სანაპიროზე ვარ თვითონ ქორწინების სახლში ცხოვრობდი და მახსოვს, რომ ერთ პერიოდი იყო ხოლმე ეს სასეირნო ტივები და ძალიან ცოცხალი იყო ეს ყველაფერი და მე მგონი ეს ძალიან აკლია ქალაქს. ასევე ჩვენ არ აგვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ხალხს ზოგადად აკლია ხელოვნება და კიდე გავაკეთებდი რას? მეტროებში ჩავიყვანდი არტს და იქ გავაკეთებდი ძალიან კარგ ნამუშევრებს და სულ შევცვლიდი ექსპოზიციას, იმიტომ რომ ყველაზე ძალიან ხელოვნება მე მგონი აკლია აი ამ მასებს და ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი გასაჭირი ბევრი აქვთ და არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ თქვათ, იმოგზავნონ და დაათვალიერონ მუზეუმები და აი მათ გაუკეთებდი, აი ამ ბედნიერებას ვაჩუქებდი, რომ მეტროში ადამიანი როცა ზის და თავის ყოფა-ცხოვრებაზე ფიქრობს და ძალიან დატვირთულია ბევრი პრობლემებით, გაუხალისებდი ცხოვრებას და მივცემდი უფრო მეტ ინსპირაციას. 19 საუკუნეში რო დაბადებულიყავი, ვინ იქნებოდა? არ მინდა 19 საუკუნეში რო აი, ეგრე რომ მომხდარიყო, რა პროფესიას აერჩევ? არ ვიცი, ალბათ ისევ ფოტოგრაფი ვიქნებოდი. პრინციპში მე რომელ საუკუნეშიც ვარ დაბადებული და ვინც ვარ, ჯერა რომ ეს თავის დროზე ავერჩიე კიდევაც. კაი, ამათგან რომელია ყველაზე ფოტოგენური? ფოტოგენური? ფოტოგენური ალბათ ზვიადია. იქიდან გამომდინარე, რომ სიმპათიურია. თანაშენები არ არიან სიმპათიური. იცი რა, ზოგადად ყველა ადამიანი არის, მე მგონია ფოტოგენური. იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავის რაღაც ინდივიდუალური და საინტერესო. მე ახლა უბრალოდ მარტივად გიპასუხე, ვინ უფრო გლამურულად გამოიყურება. ხო,
ხო და რა ვიცი, ხა სხვანაირად ვაფასებ ამ ადამიანებს, როგორც ფოტოგენურებს არ უყურებ. ვის აფასებ ყველაზე მეტად ამათ? ეხლა გეტყვი ერთ ისტორიას თუ გაინტერესებს. გითხარი. და ჩემ დამოკიდებულებას. ზოგადად ვაღიარებ, რომ მიშა სააკაშვილი იყო ძალიან მაგარი შოუმენი, პიარმენი და ეხლა იგი რო აღარ არის, მე პირადად ძალიან დამაკლდა ეს მისი ორატორული გამოსვლები, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან კომიკური იყო და სასაცილო რაღაცებს იძახდა და მის ფრაზებს იტაცებდა ხალხი. მაგრამ ხანდახან ძალიან ფანატურად გვაჯერებდა რომ ყველაფერი კარგად არის და ეს ზოგადად ეს განწყობა ცუდი როგორც აღმოჩნდა არ იყო. იცი რაღაცნაირად შექმნა ამინდი რომ მართლა ყველაფერი კარგად იქნება და ზოგჯერ ეს ძალიან ამართლებს და კარგია. ხანდახან ესეთი მეთოდიც თუ გაგიგია რომ წამალს აძლევ ადამიანს რომელიც სინამდვილეში არ არის თავის ტკივილის წამალი, მაგრამ გეუნებიან რომ შენ გაგივლის და მოქმედებს კარგად. ანუ ზოგადად რომ დამუხტო ადამიანები ეს შეეძლო მიშას და ძალიან კარგად გამოსდიოდა. თუმცა მე პირადად მგონია რომ აი ეს ციხის ამბები რომ შეეშალა ეს ჯობდა რაღაცნაირად უნდა გაეკონტროლებინა, იმიტომ რომ შეიძლება და კარგად წარემართა ყველაფერი და რაღაცა მინუსები აქვს, თუმცა რთულია იყო ზოგადად პრეზიდენტი და არაფერი არ შეგეშალოს და ყველაფერი კარგად გააკეთო. რა თქმა უნდა, კრიტიკა ადვილია, მაგრამ რთულიაცა შეასრულებ. და კიდევ ერთს დავამატებ. მე პირადად მიშა რატო არ მიყვარს? ჩემი ძალიან პირადი დამოკიდებულება არის რა. რომ თავის დროზე რომ გამოვიდა მიშა, მახსოვს ერთ-ერთი პირველი მისი ქუჩის პერფორმანსი დავარქვათ. ჩაქუჩით მიადგა თუ გახსოვს რესპუბლიკის მოედანზე ყურებს ეძახდნენ. და მე აი ამ კომუნისტურ გადმონაშთს დავანგრევ და ამით დავიწყებ აღმშენებლობას. ეს ყურები შენ იცი ზოგადად რისი სიმბოლო იყო? რისი? ხო არ იცი? არა. ხო და იგული მწყდება რომ არც ჩვენი პრეზიდენტი სიღრმისეულად არ გაერკვია თუ რაში იყო საქმე. მაგას ეძახდნენ ანდროპოვის ყურებს. მას ეძახდნენ ანდროპოვის ყურებს და იყო კოლორიტული როგორც ანდროპოვის ყურები. თუმცა ეს იყო ვახტანგ გორგასლის დროს აღმოჩენილი ჩვენი ქალაქის თბილი წყლების სიმბოლო. ჩვენი ქალაქი ხო გოგირდის წყლებზე არის აღმოჩენილი. და ეს თაღები იყო ქვაში გაყინული შადრევანი. თუ გახსოვს, აი ამ თაღების პირდაპირ შადრევანიც იყო. ეხლა ისიც გააფუჭეს, ისიც იყო აი ამ თაღებს უყურებდა და ეს წყლის ქვაში გამოთვლილი წყლები მერე უნდა შეემოსათ თეთრი მარმარილოთი და მართლა წყლებს დაემსგავსებოდა, მაგრამ იმ პერიოდში, კომუნისტების პერიოდში რაღაც პარადი უნდა ჩატარებულიყო და ჩქარა მის გააკეთეთო სამუშაოები დაამთავრეს, რატომღაც აღარ გაგრძელდა და პრეზიდენტი რო ჩაღრმავებულიყო ამ ყველაფერს და შეემოსა მართლა ისაც ჩაფიქრებული იყო თავიდანვე პროექტში, იქნებოდა ულამაზესი მონუმენტი, იმიტომ რომ დღეს თბილისში ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ისეთი ძეგლი, რომელიც თბილისზე გველაპარაკება. შეიძლება მე მეშლება, მაგრამ შენ იხსენებ რამე ისაც, რომელიც თბილისის ლეგენდის. რა ვიცი, ძირითადად ცხენები გვაქვს. ხო, და ეს თაღები იყო თბილისზე ლეგენდა, ქვაში გაყინული წყლებისა. და იყო 21 საუკუნის იაპონელებმა შეიყვანეს ერთ-ერთ საუკეთესო მონუმენტად და ამ დროს მიშა ამბობს, რომ კომუნისტური გადმონაშთი რა შუაშია ვახტანგ გორგასალთან. ანუ არ ჩაეძია ბოლომდე მე რატომ ეწყინა პირადად ეს ყველაფერი, ეს იყო ბაბუაჩემის გაკეთებული პროექტი და ამაზე ისტორია ვიცი და ბაბუაჩემს როცა ჩამოყავდა ხოლმე არქიტექტორი იყო ბევრი ტურისტი და ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა, მათ ძალიან მოწონდათ ეს მონუმენტი, თვლიდნენ რომ ძალიან კოლორიტული, ძალიან დინამიურია და უცნაურია. და რა თქმა უნდა, ხვდები მე თვითონ რომ ქალაქს ამშვენებდა და ერთ-ერთი სიმბოლო იყო. როგორც შეიძლება ეიფელის კოშკი იყო პარიზში. თავიდანვე ხო სხვა დატვირთვით იყო ეს კოშკი, მაგრამ ქალაქ ზოგადად უხდება ესეთი სხვადასხვა ეპოქალური
მომენტები და ჩვენ ახლა მიშას ეს შეეშალა რომ რატომღაც ჩაერია ამ არქიტექტურაში და ყველაფერში ცდილობდა ხოლმე თავისი ხელი და ამ დროს სიტყვა ხუროთმოძღვარი გვაქვს ჩვენ რაც იმას ნიშნავს რომ ქართველებს ოდითგანვე ჰქონდათ ნიჭი ამ ყველაფერში და რომ ჩაერთო ეს სხვადასხვა ქართველი არქიტექტორები და ქალაქი უფრო ლამაზი ყოფილიყო და უფრო პროფესიონალებს მიეხედათ და მეტი გამწვანება ყოფილიყო მე ვფიქრობ მომგებიანი იქნებოდა. აი კონკრეტულად აი ამაზე ვილაპარაკებ. აი ეს ნგრევა ჩემთვის ძალიან დასაწყვეტი იყო. გასაგებია. კაი, შემდეგ სტუმარს დაუტოვე შეკითხვა. შემდეგ სტუმარს დაუტოვებ ესეთ შეკითხვას. თავის თავზე გამცეს პასუხი. როგორ ფიქრობს, რა მისია აქვს მას ცხოვრებაში, აი რატომ მოვიდა, რომ რა გაეკეთებინა? ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.